საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ აკაკი წერეთლის გამზრდელის საღვთისმეტყველო ანალიზზე. ეს ნაწარმოები ისევე როგორც ბევრი რამ, რომელიც ქრისტიანულ კულტურაში შექმნილა, გარკვეული თვალსაზრისით შესაძლოა, რომ საფუძველში იყოს საღვთისმეტყველო ღირებულებისა და ამით მწერალს უნდოდეს ჩვენთვის გარკვეული გზა ცხოვრებისა გვასწავლოს და გვასწავლოს ის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქრისტიანისათვის მოგვცეს სულის საზრდო. როგორ ასახავს აკაკი და რასთან დაკავშირებით შეიქმნა ეს ნაწარმოები. უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებით საინტერესო ამ თვალსაზრისით არის ნაწარმოების პირველი თავი, რომელშიც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ სამოთხისეულ გარემოს და ვხედავთ, რომ ბათუ აფხაზი და მისი მეუღლე ნაზიბროლა სწორედ სამოთხის მკვიდრნი არიან. აი მივყვეთ ამასთან დაკავშირებით პირველ თავს და ვნახოთ, როგორ ასახავს აკაკი ამას. თის მწვერვალზე ცის მახლობლად, მერცხლის ბუდეთ რაღაც მოჩანს, თვალთ ის არის შენატყორცნი, ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს. თის მწვერვალი, ცის მახლობლად, ეს გახლავთ სამოთხის კარი. კარიბჭე, რომელთანაც ადამიანები ადიან და ელოდებიან, რომ უფალი ამ კარს გაუღებს. ორი მხრიდან არის ეს ნათქვამი. თის მწვერვალზე უკვე გასაგები იყო, რომ სამოთხესთან ახლოს იყო, მაგრამ აკაკიმ კიდევ უფრო მეტად დააზუსტა ცის მახლობლად. ხოლო მერცხლის ბუდე გახლავთ სწორედ ის ადგილი, რომელიც უფლისაგან არის ნაკურთხი და უფალი არის ამ შემთხვევაში მერცხლის გვრიტის და ასეთი ტიპის ბეღურას, ვთქვათ, პატრონი, ამათ ერთიან სიტყვად სამოთხის გვრიტები ეწოდება და იგულისხმება ის ფრინველი, რომელიც ცხოვრობს უფლის სახლში, ბუდეს იკეთებს უფლის სახლში, იმიტომ რომ მერცხლები ყოველთვის ბუდეს იკეთებენ ადამიანთა სახლებში და აქედან გამომდინარე მერცხლის ბუდე ცის მახლობლად მთის მწვერვალზე მღვიმის პირად არის სწორედ სამოთხის შესასვლელი და აქედანვე ჩანს, რომ ბათუ აფხაზი გახლავთ რჩეული, რომელსაც ეს თავისი ფაცხა მიწნული და მიგრეხილი მღვიმის პირად აქვს, რომელიმე წმინდა მამასავით, რომელიც სწორედ მღვიმეში ცხოვრობდა და მღვიმეში ატარებდა თავის ამქვეყნიურ ცხოვრებას. საინტერესოა ისიც, რომ სამოთხეში მუდამ გაზაფხულია. ანუ სამოთხისეული გარემო არის ისეთი, რომ ადამიანი არ უნდა შეწუხდეს, მას არც იცივე უნდა აწუხებდეს და არც სიცხე. გავიხსენოთ, როგორია ამ მხრივ ბათუ აფხაზის კარმიდამო. როდესაც მთა ბარსდავაკეს ემუქრება წარღვნა ღელვას, აქ არაფერი მსგავსი არ არის. აქ არ მოდის წარღვნა და აქ არ დგება ცუდი ამინდი. აქ ყველაფერი ეკრძალება ჭექა ელვას. ხოლო როცა არის ზაფხული, აქ არის სიგრილე და როცა არის ზამთარი, აქ არის სითბო, იმიტომ რომ ეს ფაცხა გაგახსენებთ არის ზამთარ-თბილი, ზაფხულ-გრილი. აი სწორედ ასეთია სამოთხის გარემო. ანუ სამოთხეში ილია ჭავჭავაძეც შეგვიძლია გავიხსენოთ თავისი ბაზალეთის ტბით, არის მზიანი ჩრდილი. რას ნიშნავს მზიანი ჩრდილი? ესე იგი, არც მზემ უნდა შეაწუხოს იქ ადამიანი და არც ზედმეტმა ჩრდილმა არ უნდა შეაციოს იგი. სწორედ ასეთ გარემოში ცხოვრობს ბათუ აფხაზი თავის მეუღლესთან ერთად, კიდევ უფრო გააგრძელებს აკაკი და კიდევ უფრო ნათელს გახდის მკითხველისთვის თუ როგორია ეს ციხე-დარბაზი ჭყალებში, ანუ ბათუ აფხაზის სახლი, რომელიც ნებისმიერ ციხე-დარბაზს სჯობს და რა გზა მიუძღვის მას. საცალფეხო, მიხვეული, მოხვეული. მასზე გამლევს უნდა ჰქონდეს მარჯვე თვალი, მტკიცე გული. ანუ ჰყავდეს რაში ცხენი, მთაში გაზრდილ გამოწვრთნილი, კლდიდან კლდეზე გადამხტომი, უშიშარი და თან ფრთხილი. აი ეს საცალფეხო ბილიკი, რომელზე გავლაც ძალიან ძნელია, მიხვეულ-მოხვეულია და საჭირველი, არის სწორედ ის გზა, რომელიც სამოთხისაკენ მიდის. ნებისმიერი ადამიანის სულმა სწორედ ასეთ გზაზე უნდა გაიაროს და სამოთხეს ასეთი გზით უნდა მიაღწიოს. ან არა და რაღაც დამხმარე უნდა ჰქონდეს მას. ანუ ყავდეს მასწავლებელი ასეთ შემთხვევაში, ანუ გზის მკვლევი. ასეთ პირობითად, ასეთ გზის მკვლევად ამ შემთხვევაში არის რაში ცხენი, რომელიც ადამიანს ამ ბილიკს გააკვლევინებს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ბათუ აფხაზ არა მხოლოდ გაკვლეული აქვს ეს ბილიკი, არამედ იგი ცხოვრობს იქ. მან იცის ძალიან კარგად ამ ბილიკზე სიარული და მას უკვე თავისი არსებობით მოპოვებული აქვს ის, რომ უფალთან ასე ახლოს ცხოვრობდეს. და გვეუბნება აკაკი,
ერთი რამ რჩებაო, რითაც ამ ქვეყნიური ნეტარება არის სრული და ღმერთმა ბათუ-აფხაზ ესეც არ დააკლო, განასხვავა იგი როგორც ჭეშმარიტად რჩეული. ეს არის სიყვარული. მან მოიყვანა ცოლად ნაზიბროლა, ანუ სიყვარულით სრულყო მან თავისი ამ ქვეყნიური ბედნიერება და დასკვნაც იყო სრულიად ბუნებრივი. ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფეველის ნეტარებას. ანუ მთელი პირველი თავი ეძღვნება იმის ახსნას, რომ ბათუ-აფხაზი 60-ის კაცია, ბათუ-აფხაზი ზეცის კაცია, უფლის რჩეულია, უფლის გვრიტი, ანუ 60-ის გვრიტია და მას უწევს ჯერჯერობით ამ წუთის სოფელში ცხოვრება, მაგრამ სწორედ მასია დამოკიდებული, როგორ გაივლის ამ სოფელს და როგორ მიაღწევს იგი 60-ის გზას. ამ მიხვეულ-მოხვეული ბილიკიდან არ უნდა გადაუცდეს ფეხი და სწორად უნდა იაროს. ამიტომაც ერთგვარი ხიდი, რომელიც აკაკიმ გააკეთა ამ პირველი თავის ბოლოს, ეს გახლავთ, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა. თაფლში ურევს მწარე ნაღველს, მტრისას მისი გამოცანა. ანუ აკაკის რის თქმაც უნდოდა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი გამოიცდება ამ სოფელში ცხოვრებისას, რადგან ამ სოფლის მეუფე სატანაა და შესაბამისად და ეს სოფელი ცოდვათა ზედაა დაშენებული და შესაბამისად ადამიანი რაც უფრო ნაკლებად შეიბილწება და რაც უფრო ნაკლებად ივლის სატანის ჭკუაზე ან სატანის მახეში რაც უფრო ნაკლებად გაებმება, მით უფრო ახლოს არის იგი უფალთან. ბათუ-აფხაზი ნამდვილი შვილი იყო ღვთისა. რა მოხდა ასეთ შემთხვევაში? უნდა გავიხსენოთ ამ შემთხვევაში ორი სიტყვით მაინც პირველქმნილი ცოდვა. პირველქმნილი ცოდვა გულისხმობს იმას, რომ ადამი და ევა შეცდნენ, ევა შეცდა იმის გამო, რომ მას გველი სახით დაელაპარაკა სატანა და გველი კი გახლდათ ადამის ყველაზე ახლო მეგობარი, ამიტომ ევას სიფრთხილე მოუდუნდა, ხოლო ადამს დაელაპარაკა თავისი სისხლის სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი, თავისი ნეკნი, ასე ვთქვათ, ევა, რომელთანაც ის განსაკუთრებულად სიახლოვეს გრძნობდა და ამიტომაც ცხადია, რომ მას დიდი შესაძლებლობა ჰქონოდა, რომ შემცდარიყო და ფხიზლად არ მოესმინა ის ყოველივე, რასაც ევა ეუბნებოდა. რა ხდება ჩვენს შემთხვევაში? ეს პარადიგმა პირველქმნილი ცოდვის, ანუ პირველ სახე, ამ შემთხვევაში შენარჩუნებულია. შემცდენლად ბათუ-აფხაზთან მიდის ის, ვინც მისთვის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია ცისქვეშეთში. მისთვის ძმაზე უფრო ტკბილი და ძმაზე უფრო ახლობელი ადამიანი. აი ამიტომ ეშმაკი ამ შემთხვევაში საფარბეგის სახით მიუკაკუნებს ბათუ-აფხაზის კარს და ცდილობს, რომ ბათუს შეცდომა დააშვებინოს. ბათუს მიზანი ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო არა ის, რომ თავისი თვითონ თავისი ძუძუმტის ნაცვლად წასულიყო და მოეკლა ალმასხიტი ან წამოეყვანა მისი ცხენი, არამედ მისი საქმე ამ შემთხვევაში იყო, რომ აეხსნა საფარბეგისთვის, რომ სიყვარული, რომელიც გაიძულებს იქურდო და გაიძულებს მოკლა, არ შეიძლება იყოს სიყვარული. რომ ეს არის ცრუ სიყვარული, ადამიანი ამაში უნდა გაერკვეს და როგორც კი ჩვენ ერთმანეთში აურევთ სიყვარულსა და ცრუ სიყვარულს, ამით ერთმანეთში ვურევთ ქრისტესა და ანტიქრისტეს. რადგან კარგად მოგეხსენებათ, რომ ანტიქრისტე არის სწორედ საპირისპირო ქრისტე და სიძვა და ცრუ სიყვარული არის სწორედ საპირისპირო სიყვარული. საფარბეგი სწორედ ამით მოტყუდა, მას ეგონა, რომ ზიახანუმი უყვარდა და ეგონა, რომ სიყვარულის სახელით აკეთებდა იმას, რაც დაგეგმა მან, რომ როგორმე მოეპარა ალმასხიტის ლაფშა. სწორედ ასე უთხრა მან თავის ძმაზე უფრო ახლობელს. სხვა დროს ამას არ იკადრებს თავმომწონე კაცი, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს, მოპარვაა მხოლოდ ერთადერთი ღონეო. რატომ არ ქონდა მეტი გზა? იმიტომ რომ მას უნდა დაერღვია ორი მცნებიდან ერთ-ერთი, არა კაცკლა ან არ იპარო. მას ერჩია ამ შემთხვევაში მოეპარა, ვიდრე მოეკლა ალმასხიტი. ხოლო ბათუ-აფხაზი, რასაც ეუბნება თავის ძუძუმტეს, აი ეს არის კიდევ ასევე განსაკუთრებით საინტერესო. ბათუ-აფხაზი ეუბნება, ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას. ანუ ბათუ-აფხაზმა იმ თავითვე გამორიცხა ასეთი არჩევანი. საფარბეგივით არ შეშლია ბათუ-აფხაზს, რადგან საფარბეგმა არჩევანი გააკეთა, როგორც უკვე ვთქვით, მკვლელობასა და ქურდობას შორის, ხოლო ბათუ-აფხაზი ირჩევს ქურდობასა და სიკვდილს შორის. ანუ იგი ამბობს, ან მოვპარავ ცხენს, ან მომკლავს
ალმასხიტი. თვითონ გამორიცხავს იმ თავითვე, რომ იგი თვითონ გახდება მკვლელი, იმიტომ რომ თავისი სულიერი მადლმოსილება მას ამის შესაძლებლობას კი აძლევს, რომ როგორმე მკვლელობის ცოდვა თავიდან აიცილოს. აი ასე მიდის იგი ამ განზრახვით და შეეშალა ამ მომენტში ბათუს შეეშალა, იმიტომ რომ თვითონ ძალიან კარგად იცოდა რას ნიშნავს სიყვარული, თვითონ მას სულ ახალი მოყვანილი ჰქონდა, ჰყავდა ნაზიბროლა, რომელსაც ცისქვესეთი შეუწონა, შეუფარდა და მას ახალი გააზრებული ჰქონდა, რას ნიშნავს ოჯახური ბედნიერება და სითბო. ამიტომაც, როცა მას საფარბეგი სწორედ სიყვარულის სახელით დაელაპარაკა, ბათუ აფხაზს შეცდომა მოუვიდა. თანაც ეს ადამიანიც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო და ეს იყო კიდევ მეორე მიზეზი იმისა, რომ ბათუს შეშლოდა. როცა ბათუ უკან დაბრუნდა, როცა მან დაარღვია არიპარო და როცა მან მოიპარა ალმასხიტის ლურჯი ლაფშა და მოიყვანა, მას უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ ეს არის ძალიან მძიმე რამ, რადგან ნამდვილად არ ეტყობა ნაწარმოებს, რომ ბათუს მოსწონს საკუთარი თავი და ისე მობრუნდა ამაყად სახლში, ხოლო როცა გააღო ნაზიბროლას კარი და დაინახა ნაზიბროლა რა მდგომარეობაში იყო, ბათუ აფხაზისთვის იყო სრულიად ნათელი, რომ იგი ეშმაკმა შეაცდინა და ამის გამო დაისაჯა. აკაკის ამ შემთხვევაში მწერლური ოსტატობის გამოხატვა დასჭირდა იმაში, რომ ეჩვენებინა, რომ როგორიც გინდა ძლიერი იყოს ადამიანი, მსგავს შეცდომას იგი იოლად ვერ გაუმკლავდება. აი ამიტომაც ბათუ აფხაზი ჯერ ჩუმად უხმოდ ჩაიკეცა, მთელი ძალა გამოეცალა მას, როცა დაინახა ეს ამბავი და როცა გაიაზრა თავს რა დაატყდა, მაგრამ შემდეგ თავს მოერია და ის სიტყვები, რომელიც მან ნაზიბროლას უთხრა, იყო სრულიად გააზრებული მისი მხრიდან, თუ რატომ დაისაჯა ამგვარად. ყოველგვარი მოსავალი კაცის თავზე უნებური, ღვთის რისხვა და ტყუილა ბედს ნუ უჩივი და ნუ ემდურიო, აუხსნა მან ნაზიბროლას. ანუ ამით მან უთხრა, რომ ყველაფერი რაც თავს დაატყდათ, იყო ღვთის რისხვა ბათუს მიერ დაშვებული შეცდომის გამო. ამიტომ ნაზიბროლა ძლივს დააწყნარა, უთხრა, რომ ყველაფერი დაევიწყებინა როგორც ზღაპარი და თვითონ უკვე ბათუ აფხაზმა, როგორც ნამდვილმა უფლის შვილმა, ისე დაიწყო მოქმედება. მან გადაწყვიტა ქურდობის ცოდვაც გამოესყიდა თავისი სულიერი ძალით და თავისი ძმაც დაეყენებინა სწორ გზაზე. ეს იყო მისი მისია ამ ქვეყნიური. დავით გურამიშვილს შეგახსენებთ მის ძალიან ცნობილ და თბილ ლოცვას. ეშმაკეულთ ახოსა, ანგელოზმა მნახოსა, წეროს ჯვარი ქრისტესი, გულზე გადმომსახოსაო. ანუ, აი ეს არის ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ყველანი ეშმაკეულთ ახოში, ანუ ეშმაკების გარემოცვაში ვცხოვრობთ და იმ ადამიანების მისია, რომლებიც ღვთისრჩეულები არიან და უფლისათვის განსაკუთრებით ძვირფასნი, ანუ ქვეყნის ანგელოზნი არიან, სწორედ ეს არის, რომ მათ ჩვენ ჯვარი უნდა გადმოგსახონ და ცხოვრების სწორი გზა გვასწავლონ. აი ამიტომაც ბათუ აფხაზთან საგანგებოდ მიიყვანა უფალმა საფარბეგი, რომ იქნებ მას ეს კარგი ბიჭი გონს მოეყვანა, მისთვის აეხსნა ყოველივე, მაგრამ ბათუმ ეს თავიდან ვერ შეძლო. ხოლო შემდეგ, როცა ასეთი დიდი ტკივილი გადაიტანა და როგორც ოქრო გამოიცდება ბრძმეთში, სოლომონ ბრძენის თქმისა არ იყოს, მან საკუთარ თავზე მიყენებული ტკივილით გაიარა ბრძმეთში და დაიწვა სასტიკად, გული დაეწვა, მაგრამ უფრო გაძლიერებული და გამოწვრთნილი გამოვიდა აი ამ უბედურებიდან, მას უკვე შეეძლო აბსოლუტურად განსხვავებულად მოქცეოდა საფარბეგს. ამიტომ ღიმილით გააღვიძა საფარბეგი, ყველაფერი გაუკეთა ისე, როგორც საჭირო იყო, ანუ მოიქცა როგორც იდეალური მასპინძელი, ისე რომ აბსოლუტურად ვერაფერს ვერ მიხვდა საფარბეგი, გააცილა თავის სახლს და ისიც უთხრა, რომ დედაჩემის გაზრდილი ხარ, მისი ძუძუ გიწოვია და მე შენ ვერ მოგკლავო. ანუ ერთადერთი ნაბიჯიღა ჰქონდა ბათუ აფხაზს გადასადგმელი, რომ იგი 64-ის კაციდან ჯოჯოხეთის კაცად გადაქცეულიყო. აი უცბად თვალის დახამხამებაში დაცემული იყო, იმიტომ რომ დაცემა ძალიან სწრაფად და ძალიან იოლად ხდება. ძალიან ძნელად მოიპოვებს ადამიანი გარკვეულ სულიერ სიმაღლეს, მაგრამ შემდეგ იგი ამას ძალიან იოლად კარგავს. აი ამიტომაც ბათუ აფხაზი როცა არ იდენს კაენურ ცოდვას, რადგან ძმის მკვლელობის ცოდვა სწორედ კაენის ცოდვა,
ყველაზე მძიმე ცოდვას, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში არსებობს, ის უკვე გონს მოგებულია. ის უკვე ძლიერი ვაჟკაცია და სწორედ დასტურია იმისა, თუ რატომ არის იგი ასეთი რჩეული, რატომ დაასახლა უფალმა იგი ცისმახლობლად მთის მწვერვალზე, რატომ არის იგი ასეთი შუამავალი ცასა და მიწას შორის და პირდაპირ ამბობს კიდეც მასზე აკაკი, რომ იგი ნაზიბროლას მიაჩნია ცის და მიწის შუამავლად და მას ნაზიბროლა მიაჩნია ცის ქვეშეთად. ანუ აი ბათუ ასეთია, რომელიც აერთიანებს ცასა და მიწას, ცის ქვეშეთს ცისკენ წაიყვანს და როცა ასეთი ადამიანი შეცდომებს უშვებს, ქურდი და მკვლელი ხდება, მაშინ განსაკუთრებით ხარობს სატანა. აი ამიტომაც ბათუ მოეგო გონს, მან არ ჩაიდინა ის, რაც არ შეიძლებოდა და კიდევ ერთი ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა. მან გაუშვა ცოდვის მოსანანიებლად საფარბეგი, რადგან ფაქტობრივად როცა საფარბეგს უნდა ეამბნა ყველაფერი, რაც ჩაიდინა თავისი მოძღვრისთვის, ეს უთანასწორდება აღსარებას. მას უნდა ეთქვა, რა ჩაიდინა, რატომ ჩაიდინა და როგორ. შეუძლებელი იყო საფარბეგს ეს არ ეთქვა ცრემლის გარეშე. ის ვერ იტყოდა ამას, აუცილებლად იტყოდა ცრემლით და სინანულის ცრემლს, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ჯოჯოხეთის მთელი ცეცხლის ჩაქრობა შეუძლიაო. აი ამიტომაც გაუშვა იგი მოძღვართან, აიძულა მოენანიებინა და აიძულა სინანულის ცრემლებით ამაღლებულიყო საკუთარ თავზე. აქ ერთი პატარა გადახვევაც დაგვჭირდება. წმინდა მამები შენიშნავენ ხოლმე, რომ საკმარისია ეშმაკმა მხოლოდ ერთხელ წაიკითხოს მამაო ჩვენო გულით, ანუ მხოლოდ ერთხელ შესთხოვოს უფალს, რომ მიუტევოს და უფალი მას მიუტევებს. იგი ანგელოზია დაცემული და ამიტომ ანგელოზის პატივი ახდილი აქვს, მაგრამ როგორც კი მოინანიებს ეშმაკი, ისევ ანგელოზად გადაიქცევა, უფალი მიუტევებს და სასუფეველში დააბრუნებს. რასაკვირველია, მაშინ დიდი სიკეთე დატრიალდება, ბოროტება სრულიად აღმოიფხრება და ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება. მაგრამ ეს, რაც არ შეუძლია სატანას, აი სწორედ ეს გახლავთ. მას არ შეუძლია მომიტევე წარმოთქვას. მას არ აქვს განცდა სინანულისა და არ შეუძლია ცრემლი ღვაროს თავის ჩადენილი დიდი შეცდომის გამო. როცა ბათუ აფხაზმა საფარბეგი აიძულა, ენანა ჯერ მისთვის შეეშვირა გულმკერდი, ხოლო შემდეგ ეს გულმკერდი უკვე შეეშვირა თავისი მოძღვრისათვის, ჰაჯი უსუპისთვის. მან საბოლოოდ დაათრგუნვინა სატანა და განადევნინა საკუთარი არსებიდან. ასე რომ ბათუ აფხაზის ეს ნაბიჯი სწორედ იმისი მცდელობა იყო, რომ საფარბეგი ძველებურ ღირსეულ ადამიანად დაებრუნებინა იმ საფარბეგად, რომელსაც თვითონ იცნობდა და როგორიც იყო იგი ცოდვით შეპყრობამდე. მანამდე სანამ ეშმაკი დაეპატრონებოდა, გაგახსენებთ საფარბეგი ასე უხსნის ბათუ აფხაზს, რატომ ჩაიდინა ეს? გადამრია თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელიო. ანუ მან იცის თვითონაც, რომ მსგავს რამეს ვერასოდეს წარმოიდგენდა და ვერასოდეს ჩაიდენდა, რომ ეს იყო ეშმაკისაგან იძულებით ჩადენილი რამ, დანაშაული და როგორც კი მან ინანა და როგორც კი სინანულის ცრემლი ღვარა, მან დათრგუნა ეშმაკი საკუთარ თავში და აღიდგინა ის ადამიანური ღირსებები, რომლებიც მას გააჩნდა ცოდვით დაცემამდე. მანამდე, სანამ მას ზიახანუმი შეუყვარდებოდა როგორც მაცდური და ზიახანუმი ეშმაკის სახით მისული მასთან სიყვარულსა და ცრუ სიყვარულს ერთმანეთში აურევდა და ცოდვებისაკენ წაიყვანდა. აი ეს არის ის ერთგვარი სამკუთხედი, რომელიც გამოიყენა აკაკი. ეს სამკუთხედი იწყება ზიახანუმით, რომელიც შეპყრობილია ეშმაკით, გადადის საფარბეგზე და მთავრდება ბათუ აფხაზით. ბათუ არის ის წერტილი, რომელიც შეაჩერებს აი ამ ბოროტებას და იბრძოლებს მისი აღმოფხვისათვის. ასე უნდა იბრძოლოს ადამიანმა ბოროტების წინააღმდეგ და სხვანაირად ვერ გაიმარჯვებს იგი და სხვანაირად სასუფეველს ვერ აღირსება. აქ ერთი პატარა სიმბოლური გააზრებაც აკაკის მიერ. სრულიადაც არა შემთხვევით ჰაჯი უსუპი გახლავთ მუსლიმანი, ისევე როგორც ამავე აღმსარებლობისა გახლავთ საფარბეგი. მაგრამ ეს არის უბრალოდ პირობითი
ისევე როგორც ლიტერატურაში ბევრი რამ პირობითია და სიმბოლური, მაგრამ ალბათ აკაკის სჭირდებოდა ასეთი ნაბიჯი იმისთვის, რომ მკითხველს შესძლებოდა ჰაჯი უსუფის თვითმკვლელობის გამართლება. რადგან თვითმკვლელობა ქრისტიანისთვის და ქრისტიანი მოძღვრისთვის უდიდესი ცოდვაა, ხოლო როცა საქმე მაჰმადიანს ეხება, მათში და მათი თვალსაზრისით საშინელი ცოდვა და უმძიმესი გახლავთ თანამოძმის მკვლელობა, ანუ ვერ მოკლავდა ჰაჯი უსუფი საფარბექს, ხოლო თვითმკვლელობა არის სულელობა ალაჰისკენ, აჩქარება ალაჰისკენ, ერთი სული რომ აქვს, რომ რაც შეიძლება მალე მივიდეს ალაჰთან. ამიტომ აი ეს პატარა სიმბოლო შემოიტანა აკაკიმ, პატარა ბრჭყალები, ასე ვთქვათ, საიმისოთ, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ ამისთანა მოძღვარი, როგორიც ჰაჯი უსუფია, თვითმკვლელობითაც კი აკეთებს კარგ საქმეს, რასაც ვერ იტყოდა იგი იმ შემთხვევაში, თუ იგი იქნებოდა ქრისტიანი. ბათუ აფხაზმა თავისი ღირსებებით შეინარჩუნა თავისი ოჯახის პატიოსნებაც და თავისი ძმაც გამოიხსნა ეშმაკის კლანჭებისაგან. ასეთია გამზრდელის საღვთისმეტყველო ანალიზის ერთ-ერთი ვერსია. გმადლობთ ყურადღებისთვის.